სანქციების უკრაინელი ექსპერტი ვლადისლავ ვლასიუკი ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთს კვლავ უნდა დაუწესოს სანქციები. ვლასიუკი საუბრობს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ, რომელსაც მოსკოვი ნავთობისა და საწვავის ტრანსპორტირებაზე დადგენილი შეზღუდების თავიდან ასაცილებლად იყენებს. სწორედ ამ მომენტში ჩვენ მუშაობა უნდა დავიწყოთ სანქციების შემდეგ პაკეტზე, რომელიც მაქსიმუმ თებერვლის ბოლოს უნდა მიიღონ. ეს სანქციები უფრო მიზნობრივი უნდა იყოს. ის, რაც მიიღეს, საკმარისი არ არის. ვლადისლავის თქმით, კიევს ევროკავშირისგან ფინანსური და ენერგოსანქციები სურს. ახლა ვცდილობთ სანქციების საკითხთან დაკავშირებით გავაფართოვოთ თანამშრომლობა კომისრებთან და სხვადასხვა პირთან. ეს მოიცავს ფინანსურ და, რა თქმა უნდა, ენერგოსანქციებს, რომლებიც შეეხება რუსულ ნავთობ კომპანიებს. ეს პროცესები კაია კალასის ჩართულობას მოითხოვს. ბლუმერანგის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ბაიდენის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას განიხილავს. ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების უმთავრესი წყაროა, რომელიც არაერთხელ ყოფილა დასავლეთის სანქციების სამიზნე. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი პუტინს ომის გაგრძელებაში ეხმარება. შესაბამისად, ვფიქრობ, სიტუაცია უკვე გასაგებია და იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ მთავრობასთან ტერორისტული რეჟიმების წინააღმდეგ სანქციების საკითხის განხილვას გავაგრძელებთ. ამჟამად ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველები არიან. ხშირად ეს ნავთობი ევროკავშირის ბაზარზეც ხვდება.